არა, მე თქვენ გეთანხმებით იმაში, მეც უამრავი საქმე მაქვს აი ამ ოჯახურ ძალადობაზე. მე ხა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ხა ყველა კაცი ანგელოზი არის, ერთმა ადამიანმა. მაგას არავინ არ იძახის ბატონო ნიკოლოზ, რომ ყველა კაცი არა ერთმა მითხრა რა, რომ აი თქვენ ხშირად საუბრობთ ამაზე, თლათმასეც არა, ბიჭო, ხა კაიბს მე, კაი ისაო, რა ქვია, თქმელს კაი გამგონე ჭირდებაო. ჩვენ იმას კი არ ვლაპარაკობთ, რომ ყველა ესე იგი მამაკაცი, რომელიც პასუხისგება შეიძლება, ყველა არის მართან. არა, რა თქმა უნდა, მოძალადეებიც არიან, მაგრამ იცით რა, არ შეიძლება რომ ესე ინგრეოდეს ოჯახები და ესე ნადგურდებოდეს მამაკაცის თვითონ მამაკაცები ნადგურდებოდნენ. დღეს იცით რა, როგორი ტრენდი შემოვიდა, რომ კაცი თუ კი სოციალურად დაბლა დგას მამა იმაზე, რა ქვია, ქალზე თურმე ხალი არ უნდა გაყვეს ცოლად იმ კაცს, ვინც ნაკლებ ხელფას იღებს მამაკაცთან. ამას ღიად საუბრობენ, გესმის? მე რატო უნდა გავყვეო ცოლათო ისეთ კაცო, რომელიცო ჩემზე ნაკლებს გამოიმუშავებსო. მაშინ მას ახლა კაცმაც უნდა იფიქროს და ოჯახი აღარ უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ ხა თუ ასე მიუდგებით ჩვენ იმას, ესე იგი ესეთი რამე ვერ მოხდება. და ამიტომაც ოჯახები აღარ იქნება. ესე იგი აი თქვენც ალბათ რესტორანში რო წახვალ ქალები ზიან სუფრაზე, კაცები, იმიტომ რომ დღეს ეს აი რა ხდება, იცით? კაცების სამსახური საქართველოში არ არის, იმიტომ რომ საწარმოები გახდება ფაბრიკებით და დაინგრა დაკუცმაცდა. არის რა სამსახურები ბანკებში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები, სახელმწიფო უწყებებში, ამ კანცელარიებში, მთავრობებში თუ ქალები არიან დასაქმებულები. ერთადერთი სამშენებლო სექტორშია დასაქმებული მამაკაცები. და ესე იგი მამაკაცი, აი მე არ ვამართლებ არც ნარკოტიკის მიდრეკილ მამაკაცებს, არ ვამართლებ იმ ლუდომანით შეპყრობილ ადამიანებს, მაგრამ იცით რა არის, მამაკაცს ქართველი კაცი დააჩლუნგეს, ქართველი კაცი გაანადგურეს. კაც, რომელსაც სამსახური არ აქვს, კაც, რომელსაც ჯიბეში ფული არ აქვს, ის კაცი აღარ არის. იმიტომ რომ აი მე ზოგჯერ გამიგია რომ აღარ არის ის ქართველი კაცი. როგორ იქნება ისეთი ქართველი კაცი, კაც რომ ფული არ ექნება, რანაირად იქნება ის ქართველი კაცი, ისეთი როგორიც ადრე იყო. ადრე იმიტომ იყო ის ქართველი კაცი, ისეთი გულუხვი, ისეთი რომ აი ბოდიში და რასაც უნდა დაკეთებდა, იმიტომ რომ იყო რეალიზირებული. დღეს რეალიზირებული არ არის ქართველი კაცი. და მე რომ ლანძღავთ იმ კაცებსაც კიდე ცოლი რატო გაუშვა იქ უცხოეთში, სამწუხაროდ ისეთი სისტემა შექმნეს ამ დასავლეთში, რომ კაცი სამსახურს ვერ იშოვის. იმიტომ რომ დასაქმების სფეროში არის ქალები, იქ ახლა მომლელებად კაცმა რომ მაგალითად იმუშაოს, რომ იქ უნდა კონდეს შრომის უფლება, უნდა კონდეს რაღაც 1000 ბიუროკრატიული სისტემაა ჩართული და ვერ შეულობს კაცი. მე ხა კი არ კაცების ადვოკატი კი არ ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განადგურება ხდება ამ კაცების თვითონ აი ქართველი კაცის განადგურება სააკაშვილმა დაიწყო ქართველი კაცის განადგურება, როდესაც ჩაყარა ციხეში ყველა და დღეს გრძელდება სხვა სისტემით. ადრე სხვა სისტემით დადგურდება და მაინტერესებს კაცების მოტანილია ეს ქვეყანა. ბრძოლის ველზე ვინ გადიოდა მაინტერესებს და ეხა იცით რა შეასაქმე დღეს ეხლა მიდის ყველა გინდა არ გინდა ქართველი კაცი უვარგისია ქართველი კაცი ის არის მე მაინტერესებს ამ იდეოლოგიით აღზრდილები რაშვილები უნდა გაზარდოთ რა და ეს ხალი რო გეყოლება კიდე რა ქვია იმათ ქართლის დედად კიდე სამარცხვინო არსება თქვენ რო ლაპარაკობთ პროკურატურაშიო აი საქმეებიო გენერალური პროკურატურის სტრატეგიას განსაზღვრავს ბაია პატარაია იცით თქვენ რამდენჯერ პროკურატურაში ეს ხალი იქა მინახია რო გამოდის აი ხო რა ვიცი არ ვიცი რა ცოდოცარი ბავში ხა მაგას რო ეუბნები რომ აფხაზეთ უნდა დაიბრუნოს რა ცოდოა ბავში რომ მაგაზე ფიქრობს აი ხალი რო იმას იტყვის რომ თურმე ბავში რო იმას ფიქრობს რომ აფხაზეთით ცოდო არის არა იმაზე უნდა იფიქროს რომ ისა რა ქვია ბოდიში და LGBT გახდეს და ის დროშა აფრიალოს